გამოიცანი რომელი იტყუება? ანასტასია, ჩემი შოკოლადი შენ შეჭამე? არა. ხანდახან ადამიანები ტყუილის თქმისას შემთხვევით კითხვის ინტონაციას იყენებენ. ანუ მათი პასუხი ისე ჟღერს, თითქოს კითხვას აქეთ გვისვამენ. რეალურად კი ამოწმებენ დავიჯერეთ თუ არა მათი ნათქვამი. მოდი ახლა ტესტი ვცადოთ. მეგეთქვა ორ სიმართლეს და ერთ ტყუილს ჩემზე. ჩვენ კი უნდა გამოიცნო რომელია აქედან ტყუილი. პირველი. ჩემი საყვარელი საჭმელია პიცა. მეორე, ძალიან მიყვარს ძაღლები და მესამე, ჩემი საყვარელი ფერია ლურჯი. აბა მეორე იყო ტყუილი. რეალურად კატები უფრო მიყვარს, ძაღლების კიდე მეშინია. ისე ადამიანებს მოტყუებისას პინოქიოსავით ცხვირი რომ გვესვდებოდეს, რა მარტივი იქნებოდა ტყუილის ამოცნობა. მაგრამ ზოგჯერ ძალიან რთულია მიხვდე რომ გატყუებენ. ზოგიერთი ადამიანი ტყუილის თქმაში ნამდვილი ექსპერტია. ინტონაციებსაც სწორად იყენებს და არც სხეულის ენაზე ეტყობა რაიმე. იმისთვის რომ მარტივად არ მოგატყონ, ამ სამრჩევას მოგცემთ. თუმცა აქვე გეტყვით, რადგან ყველანი ინდივიდუალურები ვართ, ეს რჩევები ყველაზე აკეთებს. პირველი. დააკვირდი დეტალებს. როცა ადამიანი რაღაც ისტორიას გიყვება და თან გატყუებს, ხშირად საკუთარ ტყუილებში იხლასდება. დეტალებს თუ კარგად დააკვირდები, მიხვდები, რომ ბევრი რამ ამ ამბავში ალოგიკური და შეუსაბამოა. მეორე. დასვი მოულოდნელი შეკითხვები. თუ ეჭვი გაქვს, რომ რასაც გეუბნებიან ტყუილია, ხშირად ჩაერთე და ისეთ შეკითხვები დასვი, რასაც მატყუარა საერთოდ არ ელოდება. მაგალითად, ძალიან კონკრეტული დეტალები. და რა ფერის იყო ის მანქანა? და მესამე, მეტი მოისმინე და ნაკლები ილაპარაკე. იმისთვის რომ ტყუილი უფრო დამაჯერებელი გამოვიდეს, მატყუარები ძალიან ბევრ და არასაჭირო დეტალებს გიყვებიან. ეგ იმიტომ, რომ დუმილი მათთვის უხერხულია და ეშინიათ რომ გამოიჯერენ. და შენ როგორ ხვდები ხოლმე როცა გატყუებენ? დაგვიწერე კომენტარებში.